მოგესალმებით, თითოეულ კონტაქტს უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გქონდეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. წინა ვიდეოში ვეთხოვე დამეხმარეთ მეთქი რა გაშლები გავაკეთეთ და ერთ-ერთ მსმენელს ჰქონდა დაკომენტარებული, რომ გავაკეთეთ უახლოს პერიოდში ჯანმრთელობა, ფინანსები, კარიერა. და კარგით, ვნახოთ, გავაკეთოთ. ჯანმრთელობასთან მიმართებაში გეტყვით, რომ ცოტა რთულია, როდესაც საჯაროა, იმიტომ რომ ეს არ არის ყველას ერთნაირი დიაგნოზი არ აქვს, მაგრამ დაახლოებით მაინც რა შეიძლება მივაქციოთ ყურადღება და რა არის გასათვალისწინებელი, ხო, ჩვენ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უფრო გეტყვით, რომ სანთელთან მიმართებაში უფრო მუშაობ ხოლმე, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, იქ ცოტა სხვანაირად ისახება ყველაფერი და ნახოთ, რას გეტყვის старец. გავაკეთეთ ვარიანტად, ორი ვარიანტი გავაკეთეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. და გამოვიყენოთ პირველი ვარიანტისთვის ეს თქვა იყოს და მისთვის საკმაოდ დიდი კოპია, პირველი, მეორე და ვნახოთ. იმედი ამერჩეთ, მე მეორე ვარიანტს გადავწევ. დავიწყებ პირველი ვარიანტით, ეხლა რა მდგომარეობა გაქვთ. მე ვერ ვიტყვი პირველი ვარიანტის წარმომადგენელს, რომ რაღაცა ისეთი რთული და მძიმე პერიოდი აქვს. ამ ეტაპზე ეს არის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ხელში უჭირავს თავისი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა. ადამიანი, რომელიც არის ძალიან პრინციპული, აქვს თავისი შეხედულებები, აქვს თავისი რაღაც მიზნები, საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ არის ცოტა ისეთი მძაფრად, მკაფიოდ გამოხატული ესეთი მკაცრი მიდგომებით სიტუაციის და შესაძლებელია ეს ადამიანი რაღაც მართლობით მდგომარეობაშიც იყოს. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ძალიან ისეთი რა იტყვიან, ძალაუფლების მდგომარეობაში შესაძლებელია აქ ადამიანს არ ვიცი რატომ ეს მოდის ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ადამიანს გქონდეს თავის ბიზნესიც ან რაღაცა ცოტა ისეთ სტატუსურ თანამდებობაზე იყოს. ნახოთ, როგორი იქნება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორი იქნება, რას უნდა მიაქციოს ყურადღება. ესეთ რაც აქ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში ვიტყვი, რომ შესაძლებელია მას ქონდეს რაღაცა ისეთი ცოტა უფრო კარგი იქნება თუ მიაქცევს ჯანმრთელობის კუთხით მუცლის ღრუს მიმართულებით პირველ რიგში. ვთქვათ, გუჭი ღვიძლი ხო რაღაც ასეთი მომენტები და მეორეს მხრივ აქ ადამიანს იცით არის ცოტა ნერვიულ სისტემასთან მიმართებაში, ანუ გადაღლილია შეიძლება გონებრივად, იმდენად უწევს გონებრივი მუშაობა, რომ გადაღლილია გონებრივად და მე ესე ვიტყვი, რომ შესაძლებელია ეს გონებრივი გადაღლა, ნერვიული სისტემის გადაღლა ყველა ადამიანს გულზე არ გასდის, ხო, არის ადამიანები, რომლებსაც რაოდენობის საკურველი არ უნდა იყოს,
მუცლისღრუს მიმართულებით ის ნერვიული სისტემის მდგომარეობა და კუჭზე ხდება ხოლმე ძირითადი ორიენტაცია აღებული. ასე რომ ჯანმრთელობის კუთხით მე პირველ ვარიანტს ვიტყვი, რომ ცადეთ თუ ხშირად გაწუხებთ კუჭის ტკივილი, რაღაცა მუცლისღრუს ტკივილი და თქვათ რაღაცა თითქოს ისე არ არის, როგორც უნდა იყოს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით. კარგად გაერკვიეთ, ეს არ იყოს გამოწვეული თქვენი სტრესისგან, რომელიც თქვათ გონებრივი დაძაბულობის გამო, თქვათ აი გონებრივად ძალიან ბევრი მუშაობის გამო გააქვთ, ხო, რაღაცა ის ამას შეიძლება მიხედოთ. კარგით, ნახოთ ფინანსური კუთხით. ფინანსური კუთხით ვიტყვი იმას, რომ თუ ანუ როგორც ასეთი კვაყოფილი იყავის თქვენი ფინანსური რესურსით, შეიძლება რაღაცა პერიოდი ძალიან კარგადაც მიდიოდა ყველაფერი, ძალიან კარგად ალაგებდით ამ სიტუაციას. ეხლა ცოტა გიწევთ რაღაც ესე ვთქვათ თქვენი ფინანსური რესურსის დაცვა. პატარა პრობლემური მდგომარეობა ნამდვილად არის, მაგრამ იცით როგორ არის ითქოს, არც ისეთი პრობლემა არ არის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დამანგრეველი იყოს. უბრალოდ აქ შეიძლება კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადაღლილი ხართ და აი ამ გადაღლილიდან გამომდინარე შეიძლება ვერ ხედავთ გამოსავალს, თუ რაღაცა პრობლემის მდგომარეობა არის. იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სამოსახური, ვისაც აქვს სამუშაო, თქოს ხო უწევს ესე დავყოფ, რომ მე უფრო მარტივი იყოს და რაღაცა ვერ ხედავთ სიტუაცია. შესაძლებელია არის კიდე ისეთ როგორი მომენტი, რომ აი თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი და შესაბამისად გიწევთ ბრძოლა ამასთან დაკავშირებით, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. არა, თქვენ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, კი, თქვენ დაძლევთ ამ ყველაფერს და ფინანსურად ძალიან კარგი ეტაპი გექნებათ. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს, ხო, ვისაც აქვს სამსახური და ასე შემდეგ, ხო, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საკმაოდ ისეთი კმაყოფილი პერიოდი გქონდათ, ეხლა შესაძლებელი რაღაც გაურკვევლობები გაქვთ, გიწევთ რაღაცა ბრძოლა, დაცვა სიტუაციის, მაგრამ ეს იმიტომ, რომ გადაღლილი ხართ და შეიძლება რაღაცა სიტუაციები გეპარებათ და ვეღარ ხედავთ გამოსავალს, ან მეორე მხრივ ეს არის უბრალოდ ის მომენტი, როდესაც თქვენს პრინციპებს არ გინდათ გადააბიჯოთ და შესაბამისად გიწევთ ბრძოლა, თუმცა თქვენ ამ კრიზისიდან გამოხვალთ, თუ რაღაცა პატარა პრობლემის მდგომარეობა გექნებათ, გამოხვალთ თქვენ ამ კრიზისიდან, აუცილებლად იქნებით გამარჯვებული და მატერიალური რესურსით კვლავ გექნებათ, ხო? ანუ სამსახურები ვისაც აქვს, სტაბილურობაში ჩადგებით ისევ იქნება ის მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის მისაღებია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნესი, მათაც აქვს ზუსტად ის მომენტი, როდესაც აი რაღაცა შეიძლება ერთი ფიგელი ვთქვათ, რაღაცა აშენებული სასახლის ჩამოინგრა, ან რაღაცა პრობლემა შეექმნა, ხო, რაღაც წყალი ჩავიდა, ვთქვათ, სახურავიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სასწაული პრობლემა ხდება. აქ უბრალოდ გჭირდება ცოტა უფრო მეტი ჩართულობა თქვენი, მეტი როგორ ვთქვათ, იცით, გადატვირთვა ყველანაირად თქვენი სიტუაციის, ხო, გადახედოთ, ვინ არის ის აი, როგორ ვთქვა, რგოლი, რომელიც ხელს უშლის თქვენს პრობლემას გიქმნით, თქვათ, სამსახურში, ხო? ნახეთ, ეს როგორი მომენტი, აი, ვისაც თავიანთი კონკრეტული ბიზნესის მდგომარეობა. აქ შეიძლება იყოს რაღაცა ადამიანი კონკრეტული რაღაცა, ან უბრალოდ შეიძლება იყოს რაღაცა დანადგარი, რომელიც, თქვათ, დაძველდა და გამოსაცვლელია, ხო? ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც შეიძლება
თქვენი ძალიან ახლობელია, მაგრამ ხშირად აგვიანებს, ხშირად არ მოდის სამსახურში, მაგრამ იმ ადამიანის იქ ყოფნა აუცილებელი მნიშვნელოვანია. თან თქვენ ვერაფერს ეუბნებით, მაგრამ ეს იყენებს ეს ადამიანს რაღაცა ესე ვიტყოდი გასაშვებია ამ სამსახურიდან, იმიტომ რომ ხანდახან ჯობია ისე უბრალოდ დაეხმაროთ ესეთ ადამიანებს და სულ არ დაასაქმოთ თქვენთან, უბრალოდ ის რაც თანხა უნდა გადაუხოთ ხელფასი ადგეთ და ყოველთვიურად უბრალოდ აჩუქოთ, ვიდრე საქმე გაგიფუჭოთ. მაგრამ არაფერია ამ სიტუაციიდან თქვენ გამოხვალთ, ეს სიტუაცია დამთავრდება და პრობლემას მოაგვარებთ, ანუ დაემშვიდობებით იმ ადამიანს ან რაღაცა თუ დანადგარის მომენტი არის, რა ვიცი, შეცვლით პოზიციას, შეცვლით ამ დანადგარს და შესაძლებელია ერთი მხრივ კიდე რაღაცა პოზიცია შეცვალოთ, ხო, რაღაც ერთი მიმართულებით მუშაობდით კონკრეტულად, თქვათ და მეორე რაღაც მიმართულება გქონდეთ იდეის სახით და ნუ აი ამასაც დაიწყებთ რომ იბრძოლოთ და ბარემ ესეც გააკეთოთ და თქვენ საკმაოდ კმაყოფილი დარჩებით ამ თქვენი გადაწყვეტილებით, ისე რომ ძალიან ესეთი კარგია. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ, არანაირი ბიზნესი არ გააჩნიათ და უბრალოდ რაღაცას ეძებენ, გეტყვით რომ მოდით ცოტა კომფორტის ზონიდან გამდით და ცოტა უფრო მეტად შეხედეთ სიტუაციას, ნახეთ როგორ მომენტია, ყოველთვის არ არის ისეთი სამუშაო და ყოველთვის არ არის ისეთი სახარბიელო მომენტი ანაზღაურების კუთხით დროის ფაქტორით, რომ ყველანაირი და რაღაცა ვიყოთ როგორ ვიცი და დაკმაყოფილებული ყველა კუთხით, ხო რაღაც ცოტა მეტად მოგიწევთ ბრძოლა, შრომა და ცდილობა რომ იმ სიტუაციიდან ამოხვიდეთ, რა სიტუაციაშიც ახლა ხართ და იცით რა არის, ცოტა მეტად გაახილეთ თვალები, კი მესმის რომ შეიძლება არიან ესეთი ადამიანები, რომ აი 1000 ლარზე ხომ არ ვიმუშავებ, კი 1000 ლარზე კი არა, 100 ლარზეც უნდა იმუშაო, როდესაც ეს შენს ოჯახს, შენს თავს და შენს სიტუაცია სჭირდება, ხო? ხანდახან არის საჭირო, რომ მე არ ვიცახი, რომ მორალს გადავაბიჯოთ, მაგრამ რაღაცა ისეთ რაღაცას გადავაბიჯოთ, რომელიც თქვა და მე ამას ვერ გავაკეთებ, არ არსებობს გაუკეთებელი, ვერ სიტყვა საერთოდ არ არსებობს. ან არ ვაკეთებთ, ან ვაკეთებთ, უბრალოდ ან გვინდა, ან არ გვინდა, ვერ გამომივა, არ არსებულია, ხო? და ეცადეთ რომ ვისაც არ გაქვთ ახლა სამსახური, ცოტა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, ახლა კი მესმის რომ იქ ვიღაცა დედა ეხმარება, რომელიც თქვა წასულია ემიგრაციაში, იქ ვიღაცას მეუღლე ეხმარება, რომელიც ასევე წასულია ემიგრაციაში, იქ ვიღაცა შვილი, ნათესავი, ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ცოტა გამოდით ამ კომფორტის ზონიდან, ცოტა გაახილეთ თვალები და შეხედეთ, რომ ცხოვრებაში საჭიროა ხანდახან ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი კეთილდღეობა, უფრო მეტი წარმატება და უფრო მეტი ენერგია გქონდეს, ხო, უფრო მეტი შემოსავალი და თქვათ რაღაცა თქვენს დამხმარე ადამიანს უფრო კარგად დაუდგეთ თქვენ თვითონაც გვერდით და გექნებათ თუ თქვენ გაახელთ თვალს და თუ თქვენ გამოხვალთ ამ რაღაცა თქვენი ჩარჩოებიდან, თქვენ გექნებათ შემოსავალიც, გექნებათ წარმატებული მომენტიც, კარიერულად წინსვლაც გექნებათ და გაიხსნება თქვენთვისაც შანსები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და რომელიც მოგიტანთ იმ კეთილდღეობას, რომელიც უნდა გქონდეთ. აი ესეთი მომენტი არის აქ. პირველი ვარიანტი საკმაოდ კარგი ამბებია მატერიალური კუთხითაც და ჯანმრთელობაზე კი გითხარით, რომ მაინც ეცადეთ, რომ გადახედოთ თქვენ უფრო მეტად კუჭს, ესე ვთქვათ და ვნახოთ მეორე ვარიანტი. ახლა რა არის, ვინ ხართ? ამ ეტაპზე თქვენთან არის ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი არის რაღაცა გამოცლილი, ახალ გზაზე მიდის, ახალ სიტუაციას იწყებს, ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ტრამვის მდგომარეობა შეიძლება გადაიტანა, ვიღაცამ შეიძლება საცხოვრებელი შეიცვალა, ვიღაცამ შეიძლება რაღაც სამსახური დატოვა, ყოველ შემთხვევაში ცოტა კრიზისული პერიოდი გაქვთ, ცოტა კრიზისული მდგომარეობა გაქვთ, არა მარტო ფინანსური, არამედ სულიერ მდგომარეობაში. აქ არის რაღაცა მომენტები
კარგით, ვნახოთ. მეორე ვარიანტის ჯანმრთელობა. აი მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს მე ვეტყოდი, რომ აქ ჯანმრთელობის კუთხით ყველაზე მეტად მეორე ვარიანტთან უფრო რატომღაც მომდის რაღაცა ესეთი ენერგიები, უფრო ძლებთან დაკავშირებული პრობლემები, სახსრებთან დაკავშირებული რაღაცა თითქოს ეს ძდომისგან შეიძლება რაღაცა ხერხემლის პრობლემა იყოს, ცოტა გადაადგილების პრობლემა იყოს, რაღაცა არ ვიცი რატომღაც ესეთი ენერგია მოდის და თითქოს დაერიდოთ სიცივეს, რაღაცა სიცივ ამინში რაღაცა ტკივილები გაქვთ ფეხებში, აი რაღაც ესეთი მომენტია. აქ მეორე ვარიანტის მდგომარეობა უფრო ეს სახსრების და ძვლების კუთხით არის მისახედი ხერხემალი, ძვლებს რაც შეეხება, რატომღაც ესე მოდის. ასე რომ მეორე ვარიანტმა კარგი იქნება თუ კი არაფერი ისეთი არ არის, ხა აქ რაღაცა კატასტროფული, უბრალოდ რაღაცა ხო არის, როდესაც აი ხშირად ვზივართ და ამაზე სჭირდება. აი თითქოს უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ გამაჯანსაღებელი ვარჯიშები უფრო არის საჭირო. უკეთ რაღაც დავაცემინებ, დავამტკიცე. აქ არის უფრო მოძრაობის პრობლემა, როდესაც შეიძლება რაღაცა სულ ზიხართ, სულ ისეთი სამუშაო გაქვთ ხო, რაღაცა კომპიუტერთან ზიხართ, რაღაცა უფრო მეტი აქტიურობის თითქოს როგორი მომენტიც კარგი იქნება თუ კი მასაჟს გაიკეთებთ, თუ კი რაღაცა ძვლებს გამოაცოცხლებთ ხო, თუ კი ფეხით ივლით რაღაცა ცოტა ისე რა ვთქვათ დღეში რამოდენიმე საათი ხო, თუნდაც რამოდენიმე წუთი ყველა საშუალოა საათი. აი ჯანმრთელობის კუთხით ვერ ვიტყვი რომ აქ რაღაცა ძალიან ისეთი მდგომარეობაა, რომ რაღაცა ნერვიული სისტემა ან რაღაც ისეთი თითქოს არ არის აქ რაღაც მომენტში უფრო აი ადამიანს სჭირდება ცოტა ჯანმრთელი ცხოვრების სტილი და ყველაფერი კარგად იქნება ხო, თუ რაღაცა ცოტა აი უხასიათოდ ხართ ან რაღაცა ესეც შესაძლებელია რომ აი რაღაც ჩაადახურულ სივრცეში, როდესაც არის ადამიანი, ან ერთი და იგივე ადგილას არის ადამიანი, არის რომ რაღაცა შეცვლა სჭირდება და აი ეს რაღაცა პატარ-პატარა ცვლილებები თქვენი ხაი თქვენი უფრო აი ჯანმრთელი კვების მდგომარეობა და სპორტული კუთხით კარგი იქნება თუ კი მიხედავთ. თუმცა არაფერი ისეთი რაღაცა კატასტროფული მდგომარეობა მაინც არ არის ხო, რაღაცა ესეა უფრო გამაჯანსაღებელია საჭირო აქ. კარგით, ნახოთ აბა ფინანსები კარიერის კუთხით. ხაი ფინანსები კარიერის კუთხით
მე ესე ვიტყვი, რომ არკანის პირველიც ისე დაიწყო, რომ თავიდანვე ვთქვი, რომ აქ შესაძლებელი რაღაცა კრიზისული პერიოდი ქონდეთ, ვიღაცამ სამსახური დატოვა, ვიღაცამ რაღაცა ცვლილებები გააკეთა. აქ არის დასრულება სიტუაციის, დასრულება მდგომარეობის, როდესაც ერთი ეტაპი სრულდება, ერთი ეტაპი დასრულდა, აქ შესაძლებელია ვიღაცას მართლაც პირადი ურთიერთობის მდგომარეობა დაუსრულდა და შესაბამისად პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მას მოუწია რაღაცა ისეთი ცვლილებების და ისეთი სიტუაციების შექმნა, რომ მოუწია წასვლა, თქვათ ხო, რაღაცა ცვლილებები ბინასთან დაკავშირებით, რაღაცა შეიძლება მოუწია ახალი ბინის აღება და ესეც მისთვის კრიზისულ მდგომარეობას წარმოადგენს, იმიტომ რომ უნდა გადაიხადოს. აქ თითქოს რაღაცა არის პრობლემა. ფინანსები კარიერას კუთხითაც როგორი მომენტია იცით, რომ შესაძლებელია რაღაცა სამსახურის მდგომარეობაც, რომელიც ჩვენი თქვათ ოცნების მომენტი. შეიძლება იცით რა მომენტია, რომ აი რაღაცა დავიწყეთ საქმე, რომელიც ძალიან გვინდა და ძალიან ისეთი საინტერესო იყო ჩვენთვის, მაგრამ არ გამოვიდა, არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ აქ რაღაცა სიტუაცია არ აღმოჩნდა ხო საჩვენად. მაგრამ აქ იცით როგორ არის მე აქ გეტყვით რომ საშიში თითქოს არაფერი არ არის. ერთი მხრივ უბრალოდ მე ესე გეტყვით რომ აქ საჭირო არის შეხედოთ ყველაფერს ცოტა, აი ნახეთ, აღიდგინოთ თქვენი ენერგია, თქვენი ძალები, აღიდგინოთ უფრო ესე როგორი კუთხით იცით, ცოტა ხანი ჩამოჭექით და ისვენეთ, აბა ეს კრიზისული პერიოდი, რომელიც თქვათ ახლა აი ქაოსურად ყველაფერი ერთად დაგატყდათ თავს, მოდით აბა ცოტა ხანი გაჩერდით, დაჯექით, აი ამოისუნთქეთ და მერე უკვე ყველაფერი გამოჩნდება, ხო? მერე უკვე წახვალთ თქვენი მიზნებისკენ და რაღაცას შეძლებთ რომ გააკეთოთ, რაღაცნაირად შეძლებთ რომ გადადგეთ ნაბიჯი, თუმცა თუ თქვენ აქ არ დაისვენებთ და თუ თქვენ აქ არ მორჩებით ცოტა ხანი მაინც რაღაცა ნერვიულობას აი ამ მატერიალური კუთხით არაფერს არ გამოვა, იცით რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ნერვიულობთ, მით უფრო მეტად აგდებთ თქვენს რესურსს და მით უფრო რაღაცა აღარ გამოდის ისე. ამიტომ თქვენ მეორე ვარიანტს ფინანსური კუთხით გჭირდებათ ცოტა ხანი ჩამოჯდომა და დასვენება. აქ უფრო ისეთი მომენტი არის, როდესაც თუ ნახეთ, ახლა გავყოფ ნაწილად. თუ თქვენ გაქვთ სამუშაო, ხო, და იქ რაღაცა ერთი კონკრეტული პრობლემა უნდა მოაკვაროთ. ნახეთ რა მომენტი არის. შეიძლება აქ ვიღაცასთან უფროსთან რაღაცა გაქვთ კონფლიქტური მომენტები, რაღაცა სულ უმტკიცებთ და ხვდებით, რომ უკვე თქვენი ადგილი აღარ არის. მოდით გაერიდეთ, ცოტა ხანი დაისვენეთ და იშოვეთ სამსახურს, რომელიც თქვენ მისდევს, თქვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს, ხო? თუ არის ეს მომენტი. ვისაც გაქვთ სამსახური და რაღაცა არ არის ისეთი სიტუაცია. თუ თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესი, აქაც უბრალოდ ცოტა ხანი და რაღაცა ცოტა უკვე მიდის ეს ყველაფერი, რაღაც 1-2 დღით მაინც აიღეთ თქვენ თავთან შვებულება, თქვათ, ხო, ჯობია რომ ის 2 დღე გააჩეროთ რაღაცა სიტუაცია და დაფიქრდეთ, ჩამოჯდეთ, დაისვენოთ, ამოისუნთქოთ, რაღაც 2 დღე განტვირთვა მოუწყოთ საკუთარ თავს და მერე ახალი ძალებით შეუდგეთ, რომ კმაყოფილი დარჩეთ ამ ყველაფერს, ანუ წაიყვანოთ უკვე მერე სწორად ის თქვენი მიზნებისკენ ისევე. ცოტა უფრო მეტი იცით რა არის, დატვირთვა ძალიან დიდია, გონებრივი დატვირთვა ძალიან დიდი გაქვთ და რაღაცა რო არ გამოგდით, აქ მერე საკუთარ თავზე გაქვთ ბრაზი, როგორც ჩანს მეორე ვარიანტი და ხანდახან არის რომ თქვენზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული, ხანდახან არის რომ ისეთ რაღაცა ვიღაცაზე ან რაღაცაზე არის დამოკიდებული და ამიტომ ცოტა უფრო გჭირდებათ ჩამოჯდომა და დასვენება. და ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს სამსახური და
არ აქვთ ყველაფერი, მე გეტყვით, რომ დასრულდება ეს მდგომარეობა, არ ვიცი, თქვენს სიახლოვეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ცოტა ისე რაღაცა შეიძლება შემოთავაზებაში მოგცეთ, მაგრამ იცით როგორი მომენტი არის, აქ თითქოს მეორე ვარიანტი თვითონ რაღაცა აი იმ ადამიანებს, ვისაც ამსახური არ აქვს, ხო? იმ ადამიანებს თითქოს რაღაცა ეზარებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ხა რაღაცა თავიდან დაწყება ყველაფერს. აი რაღაც ეს მომენტიც არის თითქოს, რომ რაღაცნაირად თითქოს ხელი ჩაქნეული აქვს, რომ აი არც არაფერი არ იქნება და უკვე რაღაცა 2-3 წელია ესე ვზივარ, თქვა თუ რა ვიცი რაღაც ეს მომენტი აქვს. ისე რომ აი აქ ეს მომენტია რა და ფინანსურად არ იქნებით ცუდად, მე ვერ გეტყვით ახლა რომ აი პირველ ვარიანტს ძალიან კარგად ქონდა ფინანსური კუთხე, ბევრად, მაგრამ არ თქვენ იქნებით უკმაყოფილო, არ თქვენ იქნებით რაღაცა გულდაწყვეტილი, უბრალოდ აი მიმართულებების შეცვლა საჭირო და ვინც მუშაობთ და ვისაც ბიზნესი გაქვთ ცოტა ხანი მეგობრებო ჩამოჭექით და დაისვენეთ, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ დასვენება, თქვენს ორგანიზმს სჭირდება განახლება. აი ის მომენტიც რო გითხარით რომ ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების სტილი და ვარჯიში, იცით რა ხანდახან სარკეში რო ჩაიხედავთ ხოლმე რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ აი რო იძახიან ხოლმე რომ ოთახის ფერი ადევსო, ხო ხვდებით აი სულ რაღაცა სივრცეს რომ ისე ვერ როგორ ვთქვათ, აი მარტო სამსახურის კუთხით რო არიან ადამიანები და რაღაცა თავის ცხოვრების სტილს რო აი კარგავენ რაღაცა აი ენერგიას, ემოციურ ენერგიას, ხო რაღაცა სხვა გართობის ენერგიას. ამიტომ აი აქ ცოტა გჭირდებათ ჩამოჯდომა და დასვენება, იმისთვის რომ ფინანსები უფრო შემოვიდეს და უფრო კარგად გადალაგდეს. მოკლედ აი ესეთ გამოვიდა ჯანმრთელობა და ფინანსები კარიერის კუთხით. მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, წარმატებას და ულევ სიყვარულს და სიხარულს და წარმატებას ბიზნესში, როგორც ჩანს, აქ რაღაცა ცოტა ისინი წამოვიდა, რაც ძალიან კარგია. რაც მეტი ბიზნესი იქნება, რაც მეტი დამსაქმებელი იქნება, მით უკეთესი არის საქართველოსთვის. წარმატებები და დროებით.